ეხლა განვიხილოთ რეპორტები. ამ სისტემაში არის რამოდენიმე ტიპის რეპორტი. პირველი თქვათ ესეთი რეპორტი, რომელიც არის მიმდინარე ოპერაციები, ეს საკმაოდ ცენტრალური რეპორტი არის, რომელიც აჩვენებს ესეთ რაღაცას. ანუ ჩვენ რო თქვით, რომ აქ არსებობს კონტეინერები და კონტეინერების მოქმედებები. თითოეულ მოქმედებას იპოსტება, როდესაც ეს მოქმედება სრულდება. აქედან გამომდინარე, სისტემაში ჩვენ შეგვიძლია ერთი ცენტრალიზირებულ რეპორტში ამოვიღოთ რა არის უკვე შექმნილი და რა არის ჯერ კიდევ მიმდინარე, ანუ არსებობს ცნება მიმდინარე ოპერაცია. აი ეს რეპორტი აჩვენებს ჯამურად კი არა, რეალურად, ესე იგი გაფილტრულს მხოლოდ იმ მოქმედებებს, რომელიც ეხლა მიმდინარეობს. ანუ ეს რეპორტი ყოველთვის ასახავს ეხლა აი დღევანდელი ამ წამის მდგომარეობით, რომელი მოქმედებები არის მიმდინარე. იდეაში ამ მოქმედებების დაპოსტვა აქედანვე შეიძლება და როგორც კი ეს მოქმედება დაიპოსტება შემდეგ ესე იგი გაქრება და რეალურად მის ადგილს შეიძლება სხვამ დაიკავოს, რატო? იმიტომ რომ ჩვენს წარმოდგენაში ხო ესეთი რაღაცა არის, რომ არის თანმიმდევრობა მოქმედებების და პირველი შესრულდება, მერე მეორე გახდება მიმდინარე, მეორე შესრულდება, მესამე გახდება მიმდინარე და ასე შემდეგ. ამ რეპორტში არის მოყვანილი ისეთი ველები, როგორიც არის თარიღი, ანუ როდის ხორციელდება ეს მოქმედება, მისი ესე იგი ასე ვთქვათ მშობელი შეკვეთა, გადამხდელი ვინ არის, კომპანია ქმედება, კომენტარი, ეს ადგილიდან ადგილზე თავისი ETA-ით, ასე შემდეგ კონტეინერის მონაცემები არის გამოტანილი, ასევე რესურსის მონაცემები არის გამოტანილი. ავტორიც მოცემული არის და როდის შეიქმნა ეს ჩანაწერი და დაპოსტილი არის თუ არა. ჩვეულებრივი სტანდარტული ფილტრები მოქმედებს ამაზე და ეს რეპორტი ჩვეულებრივად შეგვიძლია მოვნიშნოთ Excel-შიც გადავიტანოთ, თუ კი ცალკე გვინდა მისი ანალიზი. ეს იყო მიმდინარე ოპერაციები. აი ეს არის კიდევ ერთი საოპერაციო რეპორტი, რომელიც მნიშვნელოვანი არის, ამას ქვია კონტეინერის მოქმედებები რესურსების მიხედვით. იდეაში ამ კონტეინერის რეპორტის მიზანი არის, რომ წარმოაჩინოს ყველა ის მოქმედებები, რომელიც კონკრეტულ ერთ რესურსი არის მიბული. აი მაგალითად ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა transportation mean ან რაღაცა sebnem, რაღაცა 001 გვაქვს გაწერილი და აი ამ sebnem-ზე ჩვენ შეგვიძლია რომ ფილტრში ამოვიღოთ და უყუროთ, რომ აი ამ games მაგალითად რომელი კონტეინერები შემოაქვს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ მენეჯერულად შეგვიძლია რომ ასევე მოსალოდნელი ხარჯები, რაცა ასევე მოსალოდნელი ხარჯებიც, რომელიც გამოტანილია ღირებულებად, DRG-ც, ანუ სრულადაც, მისი ასე ვთქვათ ნომინალშიდაც და ასევე ის ETA, როდესაც ესე იგი ჩვენ დავინახავთ, როდესაც შემოდის ეს გემი, იმიტომ რომ რეალურად 1000 გადაწყვეტილება შეიძლება ამაზე იქნას მიბმული, რომ კლიენტებს დაუკავშირდეთ, ან რაღაცა მობილიზაცია გავაკეთოთ და რაღაცა კონკრეტული ოპერაცია იყოს წამული ამას, ასე რომ მაგ ყველა მიმართულებით გამოიყენება ეს რეპორტი. აქ არის კიდევ რამოდენიმე საფინანსური რეპორტი, რომელსაც ცალკე განვიხილავთ, ასევე ცალკე განვიხილავთ ჩვენ რეპორტებს, რომელიც იქნება ანალიტიკური რეპორტები, რომელიც ცალკე Excel-ში გამზადება. საწყობის ანგარიშსაც შეეხება. საწყობის ანგარიში ეს არის ანგარიში, ანუ აქ ესეთი იდეოლოგია არის ჩადებული სოფტში, რომ ცალკე არის ცნება საწყობის ცნება ეს არის კონკრეტულად რომელიღაცა საწყობში არის მოტანილი გარკვეული დასახელების ტვირთები, რომელიც უბრალოდ საწყობდება, ჯერჯერობით არც ერთ კონტეინერზე საუბარი არ არის და შემდეგ ამ საწყობს გაეწერება ის კონტეინერები, რომელშიც ის იგი მოექცევა. რეალურად საწყობის ანგარიში იძლევა ფაქტიურად ერთიან ხედვას იმაზე, თუ ამ საწყობში რა მაქვს, სად მაქვს, რა ტიპის და რომელი პატრონის, ასე ვთქვათ, ტვირთები მაქვს, ასევე გვაქვს სტატუსის ველები, რომელიც გვეუბნება, რომ თვითონ ეს ტრანზაქცია დაპოსტილი არის თუ არა და ესე იგი ის მოთავსდა თუ არა უკვე რომელიღაცა კონტეინერში, ამიტომ შეგვიძლია განსაზღვროთ ესეთი მომენტები. ასევე გვაქვს ველები ETS-ი და ETA, რომლითაც ჩვენ ვაკონტროლებთ იმას, რომ როდის ვაპირებთ, რომ ეს ესე იგი ტვირთი ამ ტვირთმა დატოვოს საწყობი, ხო? ამოიღოთ საწყობიდან. ამოიღოთ საწყობიდან.
ჩვეულებრივი სტანდარტული ფილტრები არის ამაზე გამოყენებული. შეგვიძლია გავფილტროთ საწყობით. შეგვიძლია ცალსახად გავფილტროთ საწყობით, გავფილტროთ ტვირთის აღწერილობით, ნუ აქ ტექსტური ველი არის, მაგრამ მაინც კლიენტით შეგვიძლია, ანუ კლიენტი ამ შემთხვევაში იგულისხმება, ვინც გვიკვეთავს ამ ყველაფერს. შეფუთვის ტიპზედაც არის ფილტრი, მოწოდების პირობაზედაც არის ფილტრი, ნუ ყოველ შემთხვევაში შეიძლება იმდენად აქტუალური არ იყოს, მაგრამ რეალურად არის ფილტრები.